მე ვარ დავით პაშკოვი 10 წლის. სწავლობ მე-9 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ფრენბურთის თამაში, ხატვა და მუსიკა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ფრენბურთის თამაში. ბევრი სპორტი მიყვარს, მაგრამ ბავშვობიდან ყველაზე მეტად ფრენბურთი შემიყვარდა. ერთხელ ბავშვობაში ჩემთან ვეთამაშებოდი და ბურთი ავიქნიე ჰაერში და მთელი ძალით დავარტყი. ისე კარგად გამომივიდა, რომ ფრენბურთი ჩემი ფავორიტი გახდა. ახლა მეგობრებთან ერთად სულ თამაშობ ეზოში. ჩვეულებრივი თამაშებიდან მიყვარს დრეში ბურთი. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემით ვისწავლე. ხატვა რომ დავიწყე, ვიყავი 4 წლის. ყველაზე ხშირად ვხატავ მთებს, სახლებს, საგნებს, ადამიანებს და ასე შემდეგ. ყველაზე რთულია ადამიანის ტანის დახატვა. ყველაზე ადვილია თავის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერი არის ლურჯი და არ მიყვარს მწვანე. ნახატებს ვაგროვებ და ახლა მაქვს 27 კარგი ნახატი. იმიტომ ვაგროვებ, რომ გავიზრდები, გავიხსენო ბავშვობა. ნახატები არ გამიყიდია და მინდა რომ გავყიდო. თითო ნახატი ეღირება 8 ლარი. ბევრი ფული რომ მქონდეს, ყველაზე ზვერიან ნახატს ვიყიდი. და კიდე აუცილებლად დავეხმარებოდი უპატრონო ბავშვებს. ყველაზე ხშირად ჩემს ნახატებს ვჩუქნი დედიკოს. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ მჩუქნიან. ჩემი ოცნების საჩუქარია PlayStation 5 Pro. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ჩემი კლასი ყველაზე მეგობრულია, კარგი მასწავლებლები არიან, მეგობრული მასწავლებლები, კარგად ასწავლიან და ასე შემდეგ. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია მათე ხალვაში. ყველაზე ცელქები არიან დიმიტრი აფხაზავა და თედო დიასამიძე. ყველაზე ჭკვიანი არის ლუკა ვაშაყმაძე. ყველაზე მშვიდია ლევან ქათამაძე. მე ვარ ყველაზე კეთილი და სიმპათიური. შეყვარებული იმიტომ არ მყავს, რომ ჯერ შესაფერისი გოგო არ შემხვედრია. ცოლს რომ მოვიყვარ, ვიქნები 27 წლის. შვილებს დავარქმევ გეგას და ნუცას. ჩემს ცოლს დავარქმევ ნინის. ჩემი საყვარელი საგანია ისტი. საყვარელი მასწავლებელი არის თეა ვერიძე. იმიტომ რომ ის არის კეთილი, თბილი, მეგობრული და ჭკვიანი. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ექიმი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი ფეხბურთელი. ახლა მინდა ვიყო 5 წლის, რადგან მომენატრე ჩემი ბავშვობა და ბაღი. სახლში ვცხოვრობ მე, მამიკო, დედიკო და ჩემი და. კიდე მინდა მყავდეს 1 და 2 ძმა. ჩემი და არის 12 წლის და ქვია ანა. ის არის პრანჭია, თბილი და მეგობრული. ჩემი აზრით ანა რომ გაიზრდება, გამოვა პოლიციელი. მამიკო არის მეგობრული, მხიარული, თბილი, კეთილი და რა თქმა და მშრომელი. დედიკო არის ლამაზი, თბილი, მზრუნველი და მეგობრული. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული წვნიანი. ჩემი აზრით, ჩემი ცოლი ყველაზე კარგად გააკეთებს აჭარულ ხაჭაპურს. იმიტომ რომ აჭარული ხაჭაპური არის ჩემი საყვარელი საჭმელი. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ბიჭი ბოლო მერხზე. მე რომ ვიყო მწერალი, წიგნს დავწერდი ბუნებაზე. ამ წიგნში დავწერდი როგორ მოუვაროთ და მოვეფეროთ გარემოს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, პირადი გემი მექნებოდა. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი იტალიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? ჩემი აზრით ყველაზე ცნობილი ადამიანია ვაჟა ფშაველა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვისთან ერთად გაფრინდებოდა კოსმოსში? მაგალითად მე კოსმოსში გავფრინდებოდი ილონ მასკთან ერთად. ბედნიერება არის ხატვა, PlayStation-ის თამაში და დედაზე ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.